მაგია ეს წარმოუდგენლად უსასრულო შესაძლებლობაა, რომელიც რამდენადაც რთულია, იმდენად მარტივი საფუძვლები შეიძლება იყოს. ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპამ, რომელიც თავის თავს უწოდებდა ალქიმიკოსს, ასტროლოგსა და ჰერმეტიზმის ადეპტს, უნიკალური ნაშრომი დაგვიტოვა. გერმანელმა ოკულტისტმა 1509-1510 წლებში თავი მოუყარა მისტიციზმისა და ოკულტიზმის სრულ ნაკრებს და დამუშავებული მაგიის სისტემაში ადგინა, რომელიც 3 გრიმუარში გააერთიანა. პირველი გრიმუარი ნატურალური მაგიის შესახებ მოგვითხრობს. აგრიპამ ლათინურ ენაზე დაწერილი და თავებად დაყოფილი ოკულტური ფილოსოფიის პირველი გრიმუარი 1521 წელს გამოსცა, ხოლო დანარჩენ 2 გრიმუართან ერთად სრული ტექსტი 1523 წელს გამოაქვეყნა. პირველი ინგლისურენოვანი თარგმანი უმცირესი ტირაჟით ლონდონში 1651 წელს გამოქვეყნდა. ამ ეპიზოდში წარმოგიდგენთ მის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ნაკრებს. მანამ კი ზოგადი მიმოხილვა ამ ნაშრომზე. აგრიპა ხშირად იხსენებს ნაკლებად ცნობილ სწავლულებს და ასახელებს ისეთ მცენარეებს, ადგილებს და ნაწარმოებებს, რომლებიც ჩვენს ყოვლის მცოდნე ინტერნეტშიც კი რთულად იძებნება, ან საერთოდ არ იძებნება. აგრიპას ნარატივებში მოყვანილია ბევრი ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი მოვლენები ოკულტურ ჭრილშია განმარტებული. მცირე მოცულობის მიუხედავად, ეს არის ინფორმაციულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ოკულტური ტექსტი, რომელიც თეორიულ აღწერილობებთან ერთად მრავალ პრაქტიკულ გასაღებს შეიცავს. წარმოუდგენელია, რომ აგრიპამ ამ ცოდნას 23 წლის ასაკში მოუყარა თავი. ტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ იგი შესანიშნავად იცნობს ისტორიას, ანტიკურ ტექსტებს, ალქიმიას, ასტროლოგიას, ბიოლოგიას, მედიცინას, ბიბლიას და მთლიანად ოკულტურ სპექტრს. იშვიათად შეხვდებით ისეთ ოკულტურ ტექსტს, რომელშიც ყოველი ახალი თავი წინაზე გამაოგნებელია. თითქოს აგრიპამ ყველა მკითხველის გაკვირვება განიზრახა და განსახილველი თემები ისე განალაგა, რომ ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით ყოფილიყო წასაკითხი. ამ დაუჯერებელი მოვლენების ფონზე აგრიპა არ მოითხოვს ვინმეს რწმენას, ან თუნდაც ერთ საკითხში თანხმობას, რასაც პირველივე თავში აცხადებს, როდესაც ამბობს, რაც უკვე ვთქვი და რასაც ამის შემდგომ ვიტყვი, ნუ დაეთანხმება მას ნურავინ. რამე თუ მომავალ თაობებში ისინი დამტკიცდებიან უნივერსალური ეკლესიისა და წმენა გამტკიცებულ და კრებულის მიერ. ასევე გასაოცარია ისიც, რომ მან ამ ნაშრომში წმინდად ქართული ელემენტები მოიხსენია: კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, კოლხეთი, მედია, ქალდებელები. ქართულ ენაზე ეს უძველესი ტექსტი დავით ჯანგველაძემ მოამზადა. წიგნის პირველ თავში საუბარია თუ როგორ აგროვებენ მაგები საგანთა თვისებებს 3 განზომილებიანი სამყაროდან, რომელიც 3 გრიმუარშია განვრცობილი. ხედავთ, რომ არსებობს 3 სამყარო: ელემენტარული, ზეციური და ინტელექტუალური. ყოველი დაქვემდებარებული მისი ზემდგომის მიერ იმართება და მათი თვისებების გავლენას იმგვარად იღებს, რომ ყოველი მთავარი შემოქმედი, ანგელოზი, ზეცა, ვარსკვლავები, ელემენტები, ცხოველები, მცენარეები და ქვები თავად გადმოგვცემენ უზენაესის ყოვლის შემძლე ძალას ჩვენზე, ვიზდამი მსახურებისთვისაც შექმნა მან ყოველივე. ბრძენკაცები საგანთა თვისებებს ელემენტარული სამყაროს იდეებში, ფიზიკაში, მედიცინაში და ბუნებრივი საგნების სხვადასხვა ნაირსახეობებში ეძებენ. შემდეგ მოდის ზეციური სამყაროს სხივები, მათი გავლენა, ასტროლოგიური წესები და მათემატიკური დოქტრინები, რომელიც ზეციურ თვისებებს უერთდებიან. უფრო მეტიც, წმინდა რელიგიების ცერემონიების მეშვეობით, ისინი ძალაუფლების უფლებამოსილებას ადასტურებენ. პირველი გრიმუარი შეიცავს ნატურალურ მაგიას, მეორე ზეციურს, ხოლო მესამე ცერემონიულს. მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ჩემგან უპატიებელი ვარაუდი, გამოვთქვა, რომ ასეთი მცირე განსჯისა და ცოდნის მქონე კაცს შემიძლია კი ასე ახალგაზრდა ასაკში თავდაჯერებულად შევუდგემდენად რთულ და ძნელ საქმეს, რის შექმნასაც ვცდილობ. ამიტომ რაც უკვე ვთქვი და რასაც ამის შემდეგ ვიტყვი, ნუ დაეთანხმება მას ნურავინ, რადგან მომავალ თაობებში ისინი დამტკიცდებიან უნივერსალური ეკლესიისა და წმენა გამტკიცებულთა კრებულის მიერ.
რა არის მაგია? რა ნაწილები შედიან მასში და როგორ უნდა დაეუფლოს მისით დაინტერესებული კვალიფიციურად ამ წმინდა მეცნიერებას? აგრიპა ამბობს, რომ მაგია ყოვლად ძლიერი სათნოებაა. იგი სავსეა უზენაესი საიდუმლოებებით, რომლებიც შეიცავს საიდუმლოს საგანთა ღრმა ჭვრეტას, ბუნებასთან, ძალებთან, ხარისხებთან, სუბსტანციებთან და თვისებებთან ერთად. ის არის მთელი ბუნების ცოდნა და გვასწავლის ჩვენს შორის არსებული განსხვავებულობისა და ურთიერთშეთანხმების შესახებ. მაგის მარეგულირებელი ფილოსოფიები იყოფა ნატურალურ, მათემატიკურ და თეოლოგიურ ფილოსოფიებად. ნატურალური ფილოსოფია გვასწავლის იმ საგანთა ბუნებას, რომლებიც სამყაროშია. ეს არის შედეგთა მიზეზის ძიება და მიზეზთა შედეგის პოვნა. მათში შედის დროები, ადგილები, მოვლენები და მათი ნაწილები, როგორებიცაა საგნების რიცხოვნობა და ბუნება. რა მოაქვს ცეცხლს, წყალს, მიწას და ჰაერს? საიდან იწყება სასუფეველი? რა ამუქებს საავდროთ შეკრებილ ღრუბლებს? რა ძალაა ჭექაქუხილი? რისი მაუწყებელია ღამეული კომეტები? რა აიძულებს დედამიწას ცუნამისკენ? რა არის მიწისძვრა? საიდან მოდის ლითონთა ფესვი? რა სათნოება აქვს ოქროს და რა სიმდიდრეს ფლობს ბუნების საფარი? ყოველივე ნახსენები ნატურალურ ფილოსოფიას შეიცავს. მათემატიკური ფილოსოფია გვასწავლის ვიცოდეთ ბუნებრივი სხეულების რაოდენობა და როგორ ფართოვდება იგი სამ განზომილებაში. ასევე გვასწავლის ზეციური სხეულების მოძრაობასა და მიმართულებას. როგორ მართავს მზე ზოდიაქოს 12 ნიშანს, რა აცნობს ვარსკვლავებს თავიანთ გზას, რა არის მზისა და მთვარის უცნაური დაბნელებები, რატომ ჩადის ზამთარში დასავლეთის მზე ასეთი სისწრაფით. თეოლოგიური ფილოსოფია, ანუ ღვთაებრიობა გვასწავლის, რა არის ღმერთი, რა არის გონება, რა არის ინტელექტი, რა არის ანგელოზი, რა არის დემონი, რა არის სული, რა არის თავად რელიგია, ინსტიტუტი, ტაძარი, რიტუალი და წმინდა საიდუმლოებები. ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინეს ბრძენმა ავტორებმა და ყველაზე ცნობილმა მწერლებმა. მათ შორის ძირითადად ცნობილია ზამოლქსისი და ზოროასტერი. ბევრს ჯეროდა, რომ სწორედ ისინი იყვნენ ამ წმინდა მეცნიერების პირველი შემომტანები. მათ ბილიქს მიჰყვება აბარისი, კარმონდასი, დამიგერონი, ეუდუქსუსი, ჰერმიპუსი, კიდევ არიან რჩეული კაცნი, მერკურიუს ტრისმეგისტუსი, პორფირიუსი, დამბლიკუსი, პლოტინუსი, პროკლუსი, დარდანუსი, ორფეუსი, გერმა, აპოლონიუსი და ოსთანესი, რომელიც შესანიშნავად წერდა ამ ხელოვნების შესახებ. მრავალი წიგნი დაკარგულია. დემოკრიტე აბდერელი გამოჯამრთელდა და გამოაქვეყნა გრიმუარი თავისივე კომენტარებით. პითაგორას, ემპედოკლეს, დემოკრატესა და პლატონის გარდა, სხვა მრავალმაც იმოგზაურა შორეული მოგზაურობით ამ წმინდა მეცნიერების შესწავლისთვის. დაბრუნებისას მათ შექმნეს მშვენიერი ტექსტები, რომლებშიც დიდი საიდუმლოებები იყო დაფარული. ცნობილია, რომ პითაგორა და პლატონი მემფისის წინასწარმეტყველებთან იყვნენ წასულნი საიდუმლოთა შესასწავლად და იმოგზაურეს თითქმის მთელი სირიის, ეგვიპტისა და იუდეას გარშემო. მათ მოინახულეს ქალდეველთა სკოლები, რათა არ გამორჩენოდათ ყველაზე წმინდა და ძვირფასი ჩანაწერები, რაც კი ოდესმე შექმნილა. ამიტომ ვისაც სურს მაგიის შესწავლა, შეისწავლოს მან ნატურალური ფილოსოფია, სადაც აღმოჩენილია საგნებისა და არსებების ოკულტური თვისებები. მან უნდა შეისწავლოს მათემატიკური ფილოსოფია, ვარსკვლავებისა და ფიგურების გამოთვლა. შეისწავლოს თეოლოგიური ფილოსოფია, სადაც ვლინდება არამატერიალური სუბსტანციები, რომლებიც ყოველივეს მართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მაგიის გაგება, რამე თუ არ არსებობს არანაირი მაგია და მაგიურად აღსრულებული საქმე, როდესაც ვერ ვფლობთ სამივე ფაკულტეტს. წიგნის მესამე თავი 4 ელემენტის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ყველა ფიზიკური სხეულის საწყისი საფუძველია: ცეცხლი, წყალი, აერი და მიწა, რომლებიც თითოეულ ელემენტარულ სხეულში შერეულია ტრანსმუტაციის და გაერთიანების გზით. როდესაც საგნები განადგურდებიან, თავიანთ საწყის ელემენტარულ მდგომარეობას დაუბრუნდებიან.
არ არსებობს ელემენტი, რომელიც აბსოლუტურად სუფთაა, არამედ ისინი მეტ-ნაკლებად შერეულნი არიან და ერთი მეორეს შეცვლისკენ აქვთ მიდრეკილება. მიწის ხრწნის შედეგად იგი ჭუჭყიან წყლად იქცევა, ხოლო წყლის გამკვრივება თავის მხრივ მიწას წარმოქმნის. სითბოს მეშვეობით აორთქლებული წყალი ჰაერად გადაიქცევა, ხოლო მკვრივი ჰაერი სინათლეს წარმოქმნის. სინათლით დამწვარი ჰაერი გრილდება და მიწად იქცევა, ქვად და გოგირდად. იგი გაელვებით გამოიხატება. პლატონიც მოცემულ თვალსაზრისს იზიარებს, რადგან მისი აზრით დედამიწა მუდმივად ცვალებადია და თითოეული ელემენტი ყოველთვის იცვლება. დააკვირდით, თითოეულ ელემენტს ორი სპეციფიკური თვისება გააჩნია. პირველი, რომლითაც საკუთარ თავს ინარჩუნებს, ხოლო მეორე, რომელიც თანხმობაში მოდის ცვლილებასთან, როდესაც ერთი ელემენტი მეორედ გადაიქცევა. დავაკვირდეთ, ცეცხლი არის ცხელი და მშრალი, მიწა არის მშრალი და ცივი, წყალი არის ცივი და ტენიანი, ხოლო ჰაერი არის მშრალი ან ტენიანი. ამ გზით ელემენტები საპირისპირო თვისებების მიხედვით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, როგორც ცეცხლი და წყალი, მიწა და ჰაერი. ეს არის ყველა სხეულის, ქმნილებისა და თვისების საფუძველი. იგი, ვინც ელემენტთა და ხარისხებისა და ნარევების ცოდნას ფლობს, ადვილად განახორციელებს ისეთ რამეებს, რაც მშვენიერი, გასაოცარი და სრულყოფილია მაგიურ მეცნიერებაში. მეოთხე თავში ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპამ ელემენტთა სამი ორდენის შესახებ მოგცა ინფორმაცია. კერძოდ, როგორც უკვე ვიცით, არსებობს 4 ელემენტი, რომელთა სრულყოფილი ცოდნის გარეშეც მაგიაში ვერაფერ შევძლებთ. თითოეული მათგანი სამმხრივია, რომელსაც რიცხვ 12-მდე მივყავართ. ციფრების 7-იანისა და 10-იანის გავლით შესაძლებელია პროგრესი განხორციელდეს უზენაეს ერთიანობამდე, რომელზეც ყოველი ძალა და ოპერაციაა დამოკიდებული. რიგითობით ელემენტთა პირველ ორდენს წარმოადგენენ სუფთა ელემენტები, მათგან არც ერთი არ არის შერწყმული ან ცვალებადი და არც ტრანსმუტაციის შესაძლებლობა არსებობს. ისინი უხრწნენი არიან და მათი მეშვეობით ყველა ბუნებრივი საგანი ვლინდება. არაკაც არ შეუძლია გამოაცხადოს მათი თვისებები, რადგან ამ ელემენტებს ყველაფერთან დაკავშირებით ყველაფრის გაკეთება ძალუძთ. იგი, ვინც ამას უგულებელყოფს, ვერასოდეს შეძლებს გასაოცარი საქმეების აღსრულებას. ელემენტთა მეორე ორდენი არის შერეული, ცვალებადი და არაწმინდა ელემენტები. თუმცა ხელოვნების ჩარებით შესაძლებელია მათი წმინდა უბრალოებამდე დაყვანა. მათი თვისებები, როდესაც სიმარტივისთვის შემცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, უპირველეს ყოვლისა სრულყოფს ყველა ოკულტურ და ნატურალურ ოპერაციას. ეს არის მთელი ნატურალური მაგიის საფუძველი. მესამე ორდენს განეკუთვნებიან ელემენტები, რომლებიც თავისთავად ელემენტები კი არ არიან, არამედ ორჯერ არიან შერწყმული. ისინი ერთი მეორეში მრავალფეროვნად და ცვალებადად მონაწილეობენ. ისინი უტყვარი მედიუმები არიან. სწორედ ამიტომ მათ შუაბუნება ან შუაბუნების სული ეწოდებათ. ძალიან მცირეს თუ ესმის აქ ღრმად ჩადებული საიდუმლოებები. მათი მეშვეობით წარმოიქმნება გარდაქმნა, ტრანსმუტაცია, მომავლის ცოდნა, წინასწარმეტყველება, ბოროტის განდევნა და კეთილის სულების თანმყოფობის მოპოვება. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ ვერავინ შეძლებს ამ სამი სახის ელემენტისა და მათ შესახებ ცოდნის გარეშე მაგიის ოკულტურ მეცნიერებებთან და ნატურალურ მაგიასთან მუშაობას. ცეცხლისა და მიწის მშვენიერი ბუნების შესახებ აგრიპა წიგნის მეხუთე თავში საუბრობს. არსებობს ორი რამ, ამბობს ის, ჰერმესის ცეცხლი და მიწა, რომელიც ყოვლად საკმარისია მშვენიერ საქმეთა აღსასრულებლად. ცეცხლი აქტიურია, მიწა პასიური. დიონისეს თქმით კი ცეცხლი ყველაფერს გამსჭვალავს და ყველაფრის გავლით მოძრაობს. იგი თავისი სინათლით მოძრაობს ყველაფერში, რაც ნაცნობია და ყველაფერში, რაც ოკულტურია და უცნობი. ცეცხლი დამცველია და განმანათლებელი. ბნელი სულები უფრო ძლიერები სიბნელეში არიან. მაშასადამე სინათლის ანგელოზები ძლიერდებიან არამხოლოდ ღვთაებრივი, მზისა და ციურ სხეულთა შუქით, არამედ ჩვენი პლანეტის ცეცხლის შუქითაც. აქედან მომდინარეობს, რომ რელიგიათა პირველი და ყველაზე ბრძენი ინსტიტუტები, რიტუალურ ცერემონიებს, ლოცვას, გალობას და ღვთაების ყოველგვარ თაყვანისცემას ანთებული სანთლებით
და დანთებული ცეცხლის თანხლებით აღასრულებენ. აქედან მომდინარეობს პითაგორას მნიშვნელოვანი გამონათქვამი: არ ისაუბრო უფალთან სინათლის გარეშე. ყველა ელემენტ შორის საფუძველი არის მიწა, რამე თუ იგია ყველაფრის ობიექტი, საგანი და ზეციური სხივების გავლენის ჭურჭელი. მასში იმყოფება ყველა თვისების ნაკობი. იქნება ეს ცხოველი, მცენარე თუ მინერალი. სხვა ელემენტების მეშვეობით და ზეციური სამყაროს შუამავლობით მიწაზე ყველაფერი თავისთავად ნაყოფიერი ხდება. მიწა არის ყველაფრის საფუძველი, ცენტრი და მშობელი. ეს არის დიდი საიდუმლო, რადგან მიწის განწმენდა ცეცხლის მეშვეობით არის შესაძლებელი და მისი მოსახერხებელი და მარტივ სუბსტანციად გადაქცევა გარეცხვით მიიღწევა. ეს არის ჩვენი შემოქმედების პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენი აღდგენა და შენარჩუნება შეუძლია. მეტი განმარტებით დანარჩენი ორი ელემენტის წყლისა და ჰაერის შესახებ აგრიპა მე-6 თავში გვიამბობს. ამბობს, რომ დანარჩენი ორი ელემენტი, ანუ წყალი და ჰაერი, არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე წინები. ბუნება მათი მეშვეობით მშვენიერ საქმეებს აღასრულებს. წყალი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, რადგან მის გარეშე ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ იცოცხლებს. ვერცერთი ბალახი და მცენარე გაიხარებს წყლის ტენიანობის გარეშე. წყალში ვლინდება სიცოცხლის მომცემი თვისება, განსაკუთრებით ცხოველთა სამყაროში, ვინაიდან მათი თესლი უმეტესწილად წყალში იცავს. ასევე ხეებისა და მცენარეების თესლებიც. უმეტესწილად ყოველი ცოცხალი ორგანიზმი სწორედ წყლისგან შედგება და იგი აუცილებელია ყველაფრის სიცოცხლისთვის. ამაზეა საუბარი სხვადასხვა წმინდა წერილშიც. ეს არის ყველაზე პირველი და ყველაზე ძლიერი ელემენტი, რადგან იგი ყველა დანარჩენ ელემენტზე ბატონობს. ჰაერი ეს არის სასიცოცხლოს სული, რომელიც ყოველ ქმნილებაში გაედინება. იგი სიცოცხლისა და არსებობის საშუალებაა ყველაფრისთვის, რაც კი მოძრაობს. ჰაერი ყველაფერს აფსებს და ყველაფერში მოძრაობს. ჰაერი ყველაფერშია, ბუნებრივში, ხელოვნურში და ხმოვან გამოვლინებებში. უამრავი ფილოსოფოსი თვლიდა, რომ ჰაერის ელემენტი სიზმრებისა და მრავალი სხვა გასაოცარი შთაბეჭდილების მიზეზია. მაგრამ არსებობს ამაზე ბევრად მეტი საიდუმლოება, რასაც ჰაერი აღასრულებს. და მათ შორის ერთ-ერთია უნარი, სადაც კაცს შეუძლია დისტანციურად დაინახოს და მოусმინოს ნებისმიერ რაღაცას, ჩურჩულით, ლაპარაკის ჩათვლით. სამყაროში არსებობენ ჰაეროვანი ელემენტის მქონე ქარები. ისინი სხვა არაფერია, გარდა მოძრავი და არეული ჰაერისა. მე-7 თავში ავტორი უკვე ამ 4 ძირითადი ელემენტის ურთიერთქმედებასა და მოწყობაზე საუბრობს. თავდაპირველ სამყაროში ერთდროულად ყველაფერში არსებობდა. დედამიწის სიმტკიცე არ არსებობს წყლის უხეშობის გარეშე. ჰაერის სისწრაფე არ არსებობს მისი გაფრენის საზღვრების გარეშე. ცეცხლი ანათებს და მისი სითბო ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს. დედამიწა მიწიერია და მთვარე იზიდავს ზეციურ წყლებს, რომელთაც იგი შთანთქავს და სწორედ ეს არის ჩვენი და მთვარის სიახლოვისა და კავშირის მიზეზი. ელემენტები გვხვდება ზოდიაქოს ნიშნებში და ისინი ზეცაში 3 ციკლით არის წარმოდგენილი: დასაწყისი, პროგრესი და დასასრული. ვერძი ცეცხლის დასაწყისია, ლომი პროგრესი და ზრდა, ხოლო მშვილდოსანი დასასრული. ტყუპები ჰაერის დასაწყისია, სასწორი პროგრესი, მერწყული კი დასასრული. კირჩხიბი წყლის დასაწყისია, მორიელი პროგრესი და თევზები დასასრული. ამ პლანეტების ნიშნებისა და ელემენტების შესაბამისად არის დაბადებული ყოველი ადამიანი. ელემენტების სამყაროსეული საგნების იდეები არიან. სხვადასხვა ინტელიგენციებში ძალაუფლების გადანაწილება ხდება. სასუფეველი არის სიბრძნე, ხოლო დაბალი სხეულები არიან უხეში და საზიზღარი ფორმები. როგორია საგანთა თვისებები ბუნებრივი და ოკულტური კუთხით? ამაზე ავტორი წიგნის მე-9 და მე-10 თავებში საუბრობს. საგანთა ბუნებრივი თვისებებიდან ზოგი ელემენტარულია, როგორიცაა გაცხელება, გაციება, დატენიანება და გაშრობა. არსებობს პირველადი ხარისხის თვისება და მეორადი ხარისხის თვისება. პირველადი თვისების გამოვლინებისას სუბსტანცია თითქმის მთლიანად იცვლება, რაც არც ერთ დანარჩენ თვისებას არ შეუძლია. ეს არის პირველი თვისება, ოპერაცია და მასში შედის დამწიფება, დამუშავება, ხრწნა, აორთქლება, დაჟანგვა, წვა, გაძლიერება,
შერბილება, დაბრკოლება, განდევნა, შეერთება, შეკავება, მოზიდვა და მრავალი სხვა. ელემენტარული თვისებების შერეულ სხეულებში უფრო მეტ საქმეს აღასრულებენ, თანაც იმაზე მეტს, ვიდრე საკუთარ თავში დამოუკიდებლად შეუძლიათ. ამ ოპერაციებს მეორადი ხარისხის ოპერაციებს უწოდებენ, რადგან ისინი საკუთარ თავში შეიცავენ პირველადი ხარისხის ბუნებრივ თვისებებს და შერეული სხეულის მეორადი ხარისხის ახალ თვისებებს. ასეთი ცვლილებები ძირითადად სამედიცინო წიგნებში უფრო დეტალურად განიხილება. საგნებში გვხვდება განსხვავებული სახის თვისებები, რომლებიც ელემენტებისგან წარმოქმნილი არ არიან, როგორიცაა შხამი, მინერალთა ორთქლი, მაგნიტური მეტალები და სხვანი. ეს თვისებები ოკულტურია. მაგალითად, შხამის შემთხვევაში მისი ზუსტი და გათვლილი დოზა უამრავ საკითხში სასარგებლოა, მაგრამ საჭირო რაოდენობის გარეშე მტანჯვას სიკვდილს იწვევს. ასეთი საგნებიდან არც ერთს ელემენტარული ხარისხი არ ენიჭება. როგორ არის შერწყმული ოკულტური თვისებები რამდენიმე სახის ნივთში, სამყაროსეულის სულისა და ვარსკვლავთა სხივების მეშვეობით? რა ვლინდება ყველაზე მკაფიოდ ამ თვისებებში? ამ კითხვებს სცემს ავტორი პასუხებს ნაშრომის მე-11 თავში. პლატონელები ამბობენ, რომ ყველა არასრულფასოვან სხეულში სრულფასოვანი და უმაღლესი იდეებია ასახული. ახლა ისინი ამ იდეას ფორმის სახით განსაზღვრავენ, რომელიც სხეულებზე, სულებზე და გონებაზე მაღლა დგას. სამყაროს ყოველ წერტილში ადამიანები ერთმანეთისგან მხოლოდ ცალკეული მოსაზრებებით განსხვავდებიან, მაგრამ იმაში მაინც თანხმდებიან, რომ ღმერთი რაღაც ძალიან დიადი და ძლევამოსილია. მეორე ადგილზე ისინი ათავსებენ სამყაროსეულ სულს, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტური ფორმებით განსხვავდებიან. ამ ვარსკვლავებზე, ფორმებსა და თვისებებზეა დამოკიდებული არასრულფასოვან სახეობათა თვისებების მთელი ნაკრები. ყველა სახეობას გააჩნია საკუთარი ფორმა ან ფიგურა, რომელიც ქმნილებასთან შესაბამისობაში იმყოფება. ასეთ საგნებს, რომლებშიც ნაკლებია მატერიალისტური იდეები, მეტი კავშირი აქვთ მატერიისგან განცალკევებული იდეებთან და კონკრეტული ოპერაციებისთვის უფრო ძლიერ ძალას ფლობენ, როგორც განცალკევებული იდეის მოქმედების შედეგი. როგორ შეედინება ცალკეულ ინდივიდში კონკრეტული თვისება? მე-12 თეზისში ახსნილია, რომ ყოველი ინდივიდი, როდესაც იგი განსაზღვრული ჰოროსკოპისა და ციური თანავარსკვლავედების კონტრასტში იბადება, საკუთარ თავში შესანიშნავ თვისებებს ატარებს და ხანდახან იტანჯება კიდეც. ავიცენამ განაცხადა, რომ ამ ქვეყნად ყველაფრის არსებობის საფუძველი ვარსკვლავებისა და ორბების მოძრაობის კონცეფციებში უნდა ყოფილიყო. ასე რომ სხვადასხვა ეფექტები, მიდრეკილებები და განწყობები გამოწვეული არამხოლოდ მატერიალური სახეცვლილებების გამო, როგორც ბევრი ვარაუდობს, არამედ მრავალი სხვა კოსმიური გავლენისა და ფორმის შედეგადაც. ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული განსხვავება, არამედ თავისებური და სათანადო. მათი ხარისხები ერთმანეთისგან განსხვავებულად არის გადანაწილებული ყველაფრის პირველ მიზეზის, ღმერთის მიერ, რომელიც უცვლელია. იგი მრავალი თვისებით ასაჩუქრებს ყველას, ვინც მოესურვება. პირველ რიგში ეს ხდება ანგელოზებში და ვარსკვლავებში, რომლებიც გარკვეული თანამშრომლობის შედეგად მატერიის სხეულებრივ ფორმას განკარგავენ. ამაში შედის სხვა საგნებიც, რაც მათ მორჩილებაში იმყოფება. მასშტაბამდე ყოველი თვისება მომდინარეობს ღმერთისგან და სამყაროსეულის სულის გავლით ჩვენამდე მოედინება. მსგავსება, განსხვავება, ინტელექტი და სხვა მრავალი რამ, კოსმიური სხივების ერთობლიობაზე და ვარსკვლავების ასპექტ და გარკვეულ ჰარმონიულ თანხმობაზეა დამოკიდებული. მე-13 თავში საგანთა ოკულტური თვისებების წარმოშობის შესახებაა ნაამბობი. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაგნიტში არსებობს თვისება, რომელიც რკინის სხეულებს მისგან იზიდავს, ხოლო ბრილიანტის თანმყოფობა მაგნიტს ამ თვისებას უკარგავს და ართმევს. ასევე გახურებული ქარვა ან ასბესტი არასდროს ქრება, კარბუნკულის ქვა სიბნელეში ანათებს. არსებობს მრავალი სახის მცენარე და ქვა, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ სამუდამოდ გაიხარგრძლებონ სიცოცხლე, მაგრამ ამ ცოდნის მისაწვდომობა არ შეიძლება იყოს კანონიერი, რადგან სიცოცხლის სიმოკლის გამო ადამიანები მთელი ძალით ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ყოველი წმინდა თვისება და ამ მიზნით შეისწავლიან დაფარულ საიდუმლოებებს. მათ რომ საკმარისად დიდი დრო ჰქონდეთ, თვით ღმერთებსაც არ დაინდობდნენ, მაგრამ უშუალოდ საიდან წარმოიქმნება ასეთი თვისებები?
წარსულში არც ერთ ბრძენკაცს არ განუცხადებია, არც ჰერმეს, არც ბოუს, არც აარონს, არც ორფეუს, არც თეოფრასტუს, არც თებიც, არც ზენოთემის, არც ზოროასტერს, არც ევაქს, არც დისკორდის, არც ისააკს, არც ზაქარია ბაბილონელს, არც ალბერტუს და არც არნოლდუს, მაგრამ ყველა ეთანხმება იმას, რასაც ზაქარია წერს მითრიდატეს, რომ ქვებში და მცენარეებში უდიდესი ჰუმანურობა და დიადი ძალის თვისებები იმყოფება. მაგრამ იმის გასაგებად თუ საიდან მოდის ეს თვისებები, სპეკულაციის უფრო მაღალი სპექტრია საჭირო. ეს თვისებები ელემენტებიდან მომდინარეობენ, რაც მართალია იმ შემთხვევაში, თუ საგანი ელემენტარული სახეობიდან მომდინარეობს. მაგრამ ქვებთან დაკავშირებული ბევრი ოპერაცია და წარმომავლობა არც გვარს ეთანხმება და არც წარმომავლობას. ამიტომ პლატონი და მისი მიმდევრები ასეთ თვისებებს საგნებში არსებული იდეებისა და ფორმების მიხედვით მოიაზრებენ. ღმერთი ყველაფრის ალფა და ომეგაა, დასაწყისი და დასასრული. თავისთავად იგი გადასცემს ძალაუფლების გასაღებებს, თავის მსახურებს. ოღონდ ჭეშმარიტ და არა თვითმარქვია მსახურებს. ასეთი მსახურებაც არაა წოდებრივი, არამედ ინდივიდუალურია და არ არის აუცილებელი, რომელიმე რელიგიური ჩარჩო კონცეფციის ფარგლებში იყოს მოქცეული. იმიტომ რომ ღმერთის არსი სამყაროსთვის გაცილებით ფართოა, ვიდრე რომელიმე რელიგიური კონფესია და მოზღვრება დედამიწაზე. ამრიგად, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირში იმყოფება და ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს ჰარმონიულ თანხმობაში. ამის რაციონალურ მიზეზს ვერ აღმოაჩენს ვერანაირი დისკუსია, ვერც ოკულტური ან რომელიმე სხვა ღრმა მეცნიერება. ასეთი საიდუმლოს მიგნება მხოლოდ ღვთაებრივი საიდუმლოებების შეცნობით არის შესაძლებელი. სამყაროსეულის სულის შესახებ თუ რა არის იგი და როგორ აერთიანებს მისი შუამავლობა ოკულტურ თვისებებს კონკრეტულ სუბიექტებთან, აგრიპამ მე-14 თავში გვიხსნის. დემოკრიტე, ორფეუსი და მრავალი პითაგორელი ყველაზე გულმოდგინედ ეძებდნენ ზეციური საგნების თვისებებსა და უმცირესი საგნების ბუნებას. ისინი ერთხმად ამბობდნენ, რომ არც თუ უმიზეზოდ ყველაფერი ღმერთით არის სავსე, რამე თუ არაფერი აღმატებული არსებობს, რომელიც ღვთიურ დახმარებას და წყალობას არის მოკლებული. საგნებში განფენილ თვისებებს მათ ღვთაებრივი ძალები უწოდეს. ზოგი მათ სასიცოცხლო ძალას ეძახის, ზოგიც სულს. მათი მიხედვით საგანთა ჭეშმარიტი ბუნება სწორედ ამ თვისებებზე იყო დამოკიდებული. სულის საკუთრებას წარმოადგენს უნარი, რომ იგი ფართოვდება ერთი ფორმიდან მრავალფეროვან საგნებში, რომელთაც შემდგომში თავად წარმართავს, როდესაც ადამიანი საკუთარ ინტერესსა და წარმოსახვას შესაცნობის საგნების გასაგებად მიმართავს. იგი საბოლოოდ შეიცნობს ამ საგნებს. სამყაროსეულის სული ყველაზე მეტად იმაში იმყოფება, რომელსაც მისი სხივები ყველაზე მეტი ხარისხით აქვს მიღებული. ამრიგად მზის, მთვარის, პლანეტების და ვარსკვლავების გავლით, ყოველი ოკულტური თვისება მცენარეებს, ქვებს, მეტალებსა და ცხოველებს გადაეცემა. შესაძლებელია სამყაროსეულის სულს ბევრად უფრო მომგებიანი გავლენა ჰქონდეს ჩვენზე, თუკი ვინმე იცის, როგორ განაცალკეოს იგი სხვა ელემენტებისგან, ან თუნდაც იმ ნივთების გამოყენებით, რომელიც ყველაზე მეტად სავსეა ამ სულით. როდესაც სამყაროსეულის სული სხეულში ნაკლებად იბოჭება და მატერიით ნაკლებად შეიზღუდულია, იგი უფრო ძლიერად და სრულყოფილად მოქმედებს და ასევე უფრო მარტივად გენერირდება მის მსგავსთან. არსებობს გენერაციული და სემინარული თვისებები. ალქიმიკოსები ამ სულის ოქროსგან და ვერცხლისგან გამოყოფას ცდილობენ. როდესაც იგი მართებულად არის განცალკევებული და ამოღებული, შემდგომში მისი პროექცია შესაძლებელია ნებისმიერ მეტალზე, რითაც მოცემული მეტალი ვერცხლად ან ოქროდ იქცევა. როგორ უნდა გავარკვიოთ და შევისწავლოთ საგანთა და თვისებათა არსებითი მხარე, მსგავსების გზით, ასევე როგორ გადადის საგანთა თვისებები ერთი ნივთიდან მეორეში და როგორ ხორციელდება მათ შორის კომუნიკაცია. ამაზე საუბარი მე-15 და მე-16 თავებში. საგანთა ოკულტური თვისებები ელემენტებიდან არ გამომდინარეობენ, არამედ ზევიდან, რომელიც დაფარულია ჩვენი გრძნობებისთვის და მწირია გაგებისთვის. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ასეთი ფენომენები ვარსკვლავთა სხივების მეშვეობით და სამყაროსეულის სულის შუამავლობით ხორციელდება. სხვაგვარად ამის გაგება არ შეიძლება, გარდა ჩვენი გამოცდილებისა და ვარაუდების დაკვირვებისა.
ამიტომ მან, ვისაც სურს ჩაერთოს ამ კვლევაში, უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველაფერი მოძრაობს, ტრიალებს, უბრუნდება მის მსგავს და საკუთარი თავისკენ მიდრეკილია მთელი ძალით, როგორც ოკულტური თვისების საკუთრება და როგორც ელემენტარული თვისების ხარისხი. ბალახის ჭამა ცხოველს ბალახად არ აქცევს. იგი მას ინტელექტის განვითარებაში და სასარგებლო ვიტამინების მიღებაში ეხმარება. გამბედაობაც თანდათანობით სიმამაცეში და უშიშრობაში გადადის. თუ ჩვენ რაიმე სახის თვისების აღმოჩენა გვწადია, უნდა ვიპოვოთ ისეთი, რომელშიც ეს თვისება გამორჩეული სახითაა წარმოდგენილი. თქვენ უნდა იცოდეთ, საგანთა ბუნებრივი თვისებების ძალა იმდენად დიდია, რომ ისინი არა მარტო საკუთარ თავში ატარებენ ამ ძალას, არამედ გადასცემენ ყველაფერს, რასთან კომუნიკაციის საშუალებაც ექნებათ. ამის მარტივი მაგალითი არის მაგნიტი. იგი მაგნიტად გარდაქმნის ნებისმიერ მეტალს, რასაც იზიდავს, ანუ მას საკუთარ ძალასა და შესაძლებლობას გადასცემს, რასაც ავგუსტინე და ალბერტუსიც იმოწმებს. ტრობითა და მეგობრობით საგანთა თვისებების მოძებნისა და აღმოჩენის შესახებ, ასევე მტერთა მიდრეკილებების შესახებ აგრიპა მე-17 და მე-18 თავებში საუბრობს. ის ამ თავების თავშივე გვაფრთხილებს, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს ერთმანეთის მიმართ გააჩნია მტრობა ან კეთილგანწყობა და ასევე ყველა საგანს აქვს რაღაც რისიც მას ეშინია, ანუ მისთვის მტრული და დამანგრეველია. ასევე პირიქით არსებობს მისთვის რაღაც, რაც მას უხალია, აღამფრთოვანებს და მისი მეშვეობით ძლიერდება. ელემენტებში ცეცხლი არის წყლის მტერი, ხოლო ჰაერი მიწის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც თანხმდებიან ერთმანეთთან და ისევ ციურ სხეულებში მერკური, იუპიტერი, მზე და მთვარე სატურნის მეგობრები არიან. მარსი და ვენერა სატურნის მტერია. მარსის გარდა ყველა პლანეტა იუპიტერის მეგობარია და ასევე ვენერას გარდა ყველას ზულს მარსი. იუპიტერს და ვენერას უყვართ მზე, მარსი, მერკური, მთვარე მათი მტერია. სატურნის გარდა ყველას უყვარს ვენერა. იუპიტერი, ვენერა და სატურნი მერკურის მეგობრები არიან. მზე, მთვარე და მარსი მისი მტერია. იუპიტერი, ვენერა და სატურნი მთვარის მეგობარია. მარსი და მერკური მტერი. ვარსკვლავებს შორის არსებობს სხვა სახის მტრობაც, როდესაც მათ მოპირდაპირე სახლები გააჩნიათ. ამიტომ მეგობრობისა და მტრობის განწყობების სხვა არაფერია, გარდა ერთი საგნის მეორე საგნისადმი მიდრეკილებისა. ჰერაკლიტე ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა, როდესაც ამბობდა, რომ ყველაფერი მტრობითა და მეგობრობით იყო შექმნილი. თავისთავად ცხადია, მეგობრობისადმი მიდრეკილებები მცენარეებში, ქვებში და ლითონებშიც არსებობს. როგორც მაგნიტს აქვს რკინის მიმართ, როგორც ზურმუხტს აქვს სიმდიდრისა და კეთილგანწყობის მიმართ. ასევე პირიქით, არსებობს ქმნილებათა და საგანთა მტრული მიდრეკილებები და ისინი ვლინდებიან როგორც ბრაზი, აღშფოთებოდა ბუნებაში არსებული გარკვეული სახის წინააღმდეგობა. როდესაც ნებისმიერი რამ გაურბის თავის საპირისპიროს და განდევნის საკუთარი არსებისგან. ლომს ისე არაფრის ეშინია, როგორც ცეცხლმოკიდებული ჩირაღნის და ისე არაფრით თვინიერდება, როგორც ჩირაღნის მეშვეობით. წიგნის მე-19 თავში გადმოცემულია საგანთა თვისებების გამოცდილებისა და აღმოჩენის შესახებ, თუნდაც კონკრეტულ ინდივიდში არსებულ განსაკუთრებულ საჩუქართან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია, რომ საგანთა თვისებები გვხვდება სხვადასხვა სახეობებშიც, როგორც მაგალითად სითამამე და გამბედაობა ლომში და მამალში, შიში და სიფრთხილე კურდღელში და ბატკანში. საგანთა თვისებების უდიდესი ნაწილი სახეობათა და მრავალფეროვნებას მიჰყვება, თუმცა ზოგიერთი რამ მასში ინდივიდუალურად არსებობს. ისევე როგორც არსებობენ ადამიანები, რომელთაც საშინლად ეზიზღებათ კატები. ასე დროს მათში კატების მიმართ შიში აშკარად არ არსებობს, არამედ ზიზღი, რომელსაც მათი დანახვისთანავე ეგრძნობენ. აბიცენა მოგვითხრობს მის თანამედროვეზე, რომელსაც შხამიანი არსებები ხშირად კბენდნენ და მაშინვე იხოცებოდნენ. თავად ამ კაცს კი შხამზე რეაქციაც არ ჰქონდა. ანუ არსებობს უამრავი თვისება, რომელთაც ციური სხეულები ცალკეულ საგნებში ათავსებენ. როგორ იმყოფებიან ბუნებრივი თვისებები ზოგიერთ საგანში მთელი არსებით, ზოგში კი გარკვეულწილად და მცირე პორციით. ამაზე აგრიპა ამ ნაკრების მე-20 თავში გვიამბობს. გარკვეული თვისებების საგნებში ან მთლიანად იმყოფებიან, ან მხოლოდ მცირე მოცემულობით,
მაგალითად, ეხენენსის თევზი გემს მხოლოდ კბილების მეშვეობით კი არ აჩერებს, არამედ მთელი თავისი არსებით. ყვითელი გვირილა მთლიანად კარგია მხედველობისთვის და არა მისი ცალკეული ნაწილები, როგორც ფოთლები და ფესვები, მაგრამ ზოგი თვისება საგანში გარკვეული ხარისხით ვლინდება. მაგის ოკულტური ფილოსოფიის წიგნის შესახებ საუბარი აქ შევაჩეროთ და ამ თემას მომდენო ეპიზოდში გავაგრძელებ, რადგან ეს მასალა 5 ნაწილისგან შედგება და შესაბამისად საკმაოდ მოცულობითია. ამ ეპიზოდში წიგნის პირველი და მეორე ნაწილი წარმოვიდგინეთ. მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილი შეეხება ძალიან საინტერესო მიმართულებებს, როგორებიცაა პლანეტათა გავლენების საგნებზე, არსებებსა და პროცესებზე, სხვადასხვა სიმბოლოები, მათი ახსნა და დანიშნულება. წინასწარმეტყველება 4 ელემენტის მეთოდით, ადამიანის გარეგანი და შინაგანი ჩამოყალიბება საიდუმლოთა შეცნობის გზით და ასე შემდეგ. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და მოძებნე კოდი სხვა სოციმედია პლატფორმებზე, TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე. ერთად ამოვხსნათ ან ვეცადოთ ამოვხსნათ სამყაროს საიდუმლოებები, მეცნიერული და არა მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით.